აფნიდან ვარ. ჩვენ აფნიელებს ზედავარძიაში ქონდა ბაღები. ქურთობა რომ მომრალდა, ვეღარ გაუძლო ხალხი ვერ ჩამოდიოდა ქალის ძალის შიშით. აი კრიფაზეით მარტო ჩემ გვარმა შეინარჩუნა იქ 2 ჰექტარი ადგილი. არტრაბა ხომ დევნოსაძიები ცოტა ჯიუტი ხალხი იყო. 54-ანი ჩვენ ხელში იყო. და ახლა თავიდან რო დავიწყოთ, მე აი ამ ქოხში ვარ დაბადებული. წინათ ქართველები ორ სულქალ მინდორში არ გაიყვანენ. დედაჩემი აქ გამიეგზავნათ. ქურთი ბებიას აუხელია ჩემთვის თვალი. აქ ქურთები იყვნენ. არ ვიცი როდის ჩამოსახდნენ ეგ ქურთები, ამის დაზუსტება არ შემიძლია. უთქვია რომ მოიტანეთო ორიო ძველი ხანჯალიო და ზედეს ბავშვიო დავაწვინოთო რომ აქაო ჯინები არიანო და არაფერი დიერთოს ბავშვსაო. დაუწვენი ვარ ხანჯლებზე შეუკრიათ 40 დღე ყოფილ ვარ მაგრე და მერე გაუგზა ჩამოსულა ნაფნიდან აუყვანი ვარ ზევით. იქ რო აუყვანი ვარ ბებია შემოთქვია მამა ჩემის დედას. იმ ურჯულომა ამბავს რაღა ხანჯლები დაანათლავ ამას თუ ჩხუბი და დავიდარაბა არ აღსილდებაო. ხო და სასწაულით ამიხდა მე. პატარა ვიყავი კრავში დავდიოდი გარშემო აფნისა სუთათრები იყვნენ. თათარი, ქურთი, ეზიდი, მუთრუფი. მეკრავეები მებძოდნენ. დღე არ გავიდოდა რომ თავგატეხილი არ მივსულიყავი სახლში. გავიზარდე გუთნის მუშახარ ვაძოვდი, ჩვენ გადვიყვანდით იმით ყანე მოვაჭმევდით, თუ მოგვისტრომდნენ წავიდოდა ჩხუბი. ახლა ისინი გადმოიყვანენ საქონელ, ჩვენ ყანე მოვაჭმევდნენ. მოკლედ ჩხუბის მეტი მე არაფერი მინახია ჩემ ახალგაზრდობაში. 18 წელში რომ მოვიდა ბრძანება რომ აბა გაიქეცით ვისაც შეგიძლიათ მუხში ძალა გაქვთ თურქეთი მოდის უნდა გავწყვიტოთ შუაღამისა შევაბი თურმები მაისი იყო წვიმიანი დღე იყო რა გაჭირებით გაველი სოფლიდან მაგრამ ძროხები რო გავრეკეთ ხბორების სახლში იყო ძროხები უკან გამორბოდნენ. ეს ისტორია ძალიან დიდია, მაგრამ მე იმ ხანებში სოფლიდან ვერ გამოიქცა ერთი ოჯახი ივანიძე გიგოლა, ცოლს ნინო ერქვა, გოგოს დარო ერქვა. კარგა მახსოვს მე. ისინი გიაწყვიტათ სოფელშივე. მოსიძე ზაქარაი, შვილი იოკიმე, ჩემი კბილა ბიჭი იყო, ერთად დავდიოდი სკოლაში გოგაშენში. და სოლომონ გვარი დამავიწყდა ვახტანგიშვილი. ღამე მოსულიყვნენ ურმებზე დიეწყო ტომრები ორმოში ქონდათ პური. მიესწროთ და თათრებს გიეწყვიდათ ზედ უღელზევე დიეკლათ. მერე 19-ში რო გადმოველით ეს ამბავი გვითხრეს თათრემა. ისინი აბრალიდნენ ოსმალეთ. და რა ვიცი ოსმალეთმა გაწყვიტა თუ აქაურ ხალხმა მოკლედ ჩვენთვის ეგ ბნელა. აი ეს 6 სული 6 ადამიანი ნახდათ აფნიაში მოხდა ეგ უბედურობა. ახლა რო იძახიან კაცო რომ ჩვენ მესხები ვართო და გინდა თუ არაო მოვალთო. რა ფერ არიან მესხები ჩვენ რო აქ ჩამოვდიოდით ხილის დასაღებად ორი კაცი და დაგეყენებინა აი კლდის თავზე რომ ყარაული ისე გაგვევლო. ქვას ლოდ გვიშენდნენ. სალამ მივცემდით ქართულად ეგ ძაღლის ენა დაანებეთ თავი თათრულად სალამ ალეიქიმი თქვითო. მე არ ვიცი მე პირდაპირ გაკვირვებას ვარო ეგენი როგორ გაკადრულოვე როგორ გამობერო ჩვენო ქართველები ვართ.